Oleg Melnikov. Წლის წინ სანდრო გირგულიანის მკვლელობის შემდეგ გამართულ სასამართლო პროცესზე გირგულიანის მეგობარმა ლევან ბუხაიძემ ოლეგ მელნიკოვი ამოიცნო და თქვა, რომ მელნიკოვი სანდროს წამებისას ოქროყანის სასაფლაოზე იმყოფებოდა. თუმცა ოლეგ მელნიკოვი მაშინ ამის გამო არავის დაუსჯია. და იყო ყველაზე აგრესიული. 8 წლის შემდეგ სანდრო გირგულიანის მკვლელობის შესახებ მიმდინარე პროცესზე ოლეგ მელნიკოვმა დანაშაული თავად აღიარა და სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა. კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დეტალურად გაიხსენა, ვისი დავალებით დააკავეს სანდრო გირგულიანი და ლევან ბუხაიძე, რომლებიც შემდეგ ოქროყანის სასაფლაოზე აწამეს. მელნიკოვმა განაცხადა, რომ ორი ახალგაზრდის დაკავება დათა ახალაიას მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ და სანდრო გირგულიანის მეგობარმა გოგონამ თათია მაისურაძემ სთხოვეს. თაკოს ელაპარაკებოდა, რომ ვიღაცამ შემაწუხაო რა. მეგონი იყო ლაპარაკი იმ ბიძზე რა. იმ ბიძზე ვისთანაც გადასული იყო მაგიტას. თაკო სალაყაიამ რა უპასუხა? ახალაიასთვის უთქვია დაეხმარეო რა გოგოს. ვინ უთხრა ახალაიას? სალაყაიამ. ახალაიამ დაიწყო რეკო სადაც. ვისი ტელეფონით რეკავდა? გურამ დონაძის ტელეფონით. ვალანიას თარეკავდა და პეტრეველს თარეკავდა. მითხრა ეგეთი რაღაც. გადიო მეტრეველი ნახე. ეს მაჩვენა ორი ბიჭი. იჯდნენ გვერდზე მაგიდას. ვინ გაჩვენათ? ახალაია. დაგანახათ ორი პიროვნება. და რა გითხრათ? დააკავა. 2006 წლის 27 იანვარ სანდრო გირგულიანმა და ლევან ბუხაიძემ შარდენბარში სანდროს მეგობარ გოგონას მიაკითხეს, რომელიც სუფრასთან თაკო სალაყაიასთან, დათა ახალაიასთან, გურამ დონაძესა და ვასილ სანოძესთან ერთად იჯდა. ისინი შარდენბარში ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სანდრო გირგულიანმა თათია მაისურაძეს შენიშვნა ხმამაღლა მისცა და მისი სუფრის წევრებიდან ერთ-ერთი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. რამდენიმე წუთში ბარიდან გასული სანდრო გირგულიანი და ლევან ბუხაიძე ვერცხლისფერი ემელის მერსედესით წაიყვანეს. 28 იანვარს გამთენიისას ოქროყანის სასაფლაოზე სანდრო გირგულიანი ასეთ მდგომარეობაში გარდაცვლილი იპოვეს. ლევან ბუხაიძემ გაქცევა მოახერხა. სანდრო გირგულიანის მკვლელობას მაშინ საპროტესტო გამოსვლები და ხმაურიანი სასამართლო პროცესები მოჰყვა. დააპატიმრეს კუდის 4 მაღალჩინოსანიც. თუმცა როგორც ოლეგ მელნიკოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, 4-ვეს დაკავება დადგმული და შეთანხმებული იყო მიხეილ სააკაშვილთან და ზურა ბადეიშვილთან. მელნიკოვი ყვება, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებმა საპროტესტო მუხტის გასანეიტრალებლად მათ ცოტა ხნით ციხეში ჩაჯდომა და მალე გათავისუფლება შესთავაზეს. ავიდა ადეიშვილთან. ჩამოვიდა მარო გია შედიოდა საფრიდე ციხეში. ალანიას უთხრა? კი. შემდეგ ჩვენ წავედით მითხრა წადია იმაში შავნაბადაზე რა სათვალო დასუნებავ შავნაბადაზე პრეზიდენტის რეზიდენციაში. ამის შემდეგ ოლეგ მელნიკოვმა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოსაც მისცა. დღეს კი მელნიკოვი ამბობს, რომ ჩვენება დათა ახალაიამ დაუწერა. სანაცვლოდ კი რამდენიმე წლის განმავლობაში სახელფასო ანგარიშზე თანხა ყოველთვიურად ერიცხებოდა, მაშინაც კი, როდესაც ის უკრაინაში იყო. როდესაც თქვენ არაფერს არ ასრულებდით და წმენლებაში არ იყავით, ხელფასი გერიცხებოდათ პლასტიკურ ანგარიშზე? კი. ვინ საგულობდა პლასტიკურ ანგარიშზე? ჩვენი ოჯახი დატოვებული ჰქონდათ აქ პლასტიკური. ოლეგ მელნიკოვის სკანდალურ ჩვენებას დათა ახალაიას თავად მელნიკოვის და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ზეწოლის შედეგი უწოდეს. ოთარ კახიძე დარწმუნებულია, რომ ოლეგ მელნიკოვის ჩვენების მიცემა პროკურატურამ აიძულა. მიმდინარეობდა მასზე ზეწოლა, რეგულარულად დადიოდნენ მასთან გამომწივრები და პროკურორები და მისი დედა მისცეს პასუხისგებაში ქრთამის მიცემის ბრალდებით თუ არ ვწდები და ესეც რა თქმა უნდა ცხადყოფს იმას, რომ სასამართლოს წინაშე გულახდილი ისტორიების მოყოლას სიმართლესთან ალბათ საერთო ნაკლები აქვს. ხორციელდება თუ არა ზეწოლა ოლეგ მელნიკოვზე და მის დედაზე. ინფორმაციის გადასამოწმებლად 74 წლის მაგდალენა ბერაძეს ჩვენ სახლში მივაკითხეთ. ოლეგ მელნიკოვის დედა ამბობს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ ხდება იმის გარდა, რომ უდანაშაულო შვილი დაუჭირეს. არა, ვინმე მუქრება.
მინდრას გამიკეთებს. გვირგვინიანის საქმეში რა აი ახლა როგორც მე ვიცი, არავითარი შეხება არ ქონდა. მაგრამ ახლა ვიღაცა იძახის არის ძღოლი რომ ორეგი გამოვიდაო და თვალით გვანიშნაო ვინ იყვნენ. თვითონ ხო თავის ნებართი და წარმოვიდნენ, ხო გამოვიდოდა და არიტყო და მიდი. აი ესენი არის. ესე იგი ვიღაცა მიგ უფროსმა უთხრა. ორეგი იყო პოლკოვნიკი, ხო? და იმის ზევით ხო იყვნენ კაცო ხალხი. ადვოკატები კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელსაც ისინი ზეწოლად მიიჩნევენ. საქმე ეხება ციხეში შვილთან ტანსაცმლისა და საკვების შეგზავნის დროს დაცვის თანამშრომლისთვის მიცემულ 10 ლარს, რომლის გამოც მაგდალენა ბერაძის მიმართ ქრთამის მიცემის ბრალდებით საქმე აღიძრა. ოლეგ მელნიკოვის დედა ამბობს, რომ ეს გაურკვევლობა იყო და მისი დაკითხვის შემდეგ ყველაფერი დასრულდა. ოლეგი რო იჯდა უკრაინაში, ხო? ეს უკრაინაში არის მიღებული ისე რომ როცა რაღაცა ის შეგავს ხო ის საჭმელი შეიძლება ხო პირდაჭირდა თუ მაგალითად ან ცოტა ადრე გაგიშვეს ან რაღაცა ვიცი რომ აძლევდნენ ხოლმე იმას გრილნებს ხო და აქ რო შემოვედი ის ძალიან კარგად მომსახურა ის ვიცი რომ ის მიმღები და ხო და ვიფიქრეთ კი 10 ლარს მიცემ რაღაცას ხაჭაპობს ან რაღაცას იღებს. აი ეს იყო და ეს ამაზე შეიქმნა თელი საქმე და რომ მითხენ მე რა მეთქი რა ხდება. პროკურატურამ მაშინ მაგრამ თვითონაც იცინეს აქ და ისე რა ვიცი იმის მერე შეხება არ ქონდა. არა სანდრო გირგულიანის ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ მელნიკოვმა რეალური ისტორია გაიხსენა, რომლის შესახებაც ყველაფერი ისედაც იცოდა. გირგულიანის ბიძა ახლა უკვე ფაკო სალაყაიას დასჯას მოითხოვს. გამოიკვეთა პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობა იმ გარიგებაში, რა გარიგებაც მიდიოდა მაშინ. ამასთანავე ნახსენები იყო მაღალჩინოსნები ბევრნი და ამასთანავე კიდევ ერთი გარემოება იყო იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იქნა შეკვეთილი სანდრო გირგულიანის მკვლელობა დაახლოებით აი ესეთი მოცემულობა იყო რომ აი ეს თაკო სალაყაიას და თათია მაისურაძის მოლაპარაკების შედეგად იქნა მიღწეული გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ ეთხოვათ დათა ახალაიასათვის იმისათვის რომ დახმარებოდნენ თათია მაისურაძეს იმასთან დაკავშირებით რომ ის შეწუხებული აღმოჩნდა სანდრო გირგულიანის მიერ. პასუხისგებაში მისაცემები არიან აი იმ ჩვენებით რაც მელნიკოვმა მისცა. თაკო სალაყაიასა და თათია მაისურაძის შესაძლო დაკითხვის შესახებ განცხადება პროკურატურამ უკვე გააკეთა. ოლეგ მელნიკოვის დაკითხვა კი, რომელიც ოქროყანის ეპიზოდზე საუბრისას შეწყდა, 18 აგვისტოს გაგრძელდება.